ახალქალაქში სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი. ჯავახეთის გაზაფხული გაიმართა. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან კულტურები და თაობები. ჟღერს როგორც სომხური, ისე ქართული სიმღერები. სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები წარმოადგენენ სომხურ და ქართულ ცეკვებს, რითაც ასახავენ ორი კულტურის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას. ჯავახეთის გაზაფხული მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი. ეს არის კულტურის, იდენტობისა და თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციებისადმი მიძღვნილი დღესასწაული. დღეს მე-15 საიუბილეო ფესტივალს აღნიშნავთ. დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი როლი ითამაშა ფესტივალმა ჯავახეთის გაზაფხული, რადგან ყველა სოფელმა, ქალაქის ჯგუფებმა დაიწყეს ძალების სრული დაძაბვით მუშაობა, რათა მომავალ წელს შეძლონ პირველი ადგილის დაკავება, გრან-პრის მიღება და ასე შევძელით თითქმის ყველა სოფელში შევქმნათ სიმღერისა და ცეკვის ჯგუფები. რა თქმა უნდა, ჩვენს ფესტივალებში უანგაროდ მონაწილეობენ როგორც ქართული, ისე სომხური ჯგუფები. კულტურის სახლს აქვს ქართული ანსამბლი, რომელიც უკვე 12 წელია დიდი წარმატებით მოღვაწეობს. ყოველწლიურად ამ სცენაზე ხვდებიან სხვადასხვა ანსამბლის ახსაზრდელები, სომხური და ქართული ცეკვებით, ეროვნული სამოსითა და მშობლიურად ქცეული სიმღერებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ქორეოგრაფიის, კულტურის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი ახალქალაქელი სომეხი მოცეკვავები ცეკვავენ ქართულ ცეკვებს, ეს ძალიან მისასალმებელია, რადგან ხალხური ცეკვის ხასიათი სწორედ ამით მტკიცდება, რომ ჩვენ სხვადასხვა ერის ცეკვები უნდა შევისწავლოთ, ვისწავლოთ და სცენაზეც ავიყვანოთ და დღეს ეს რგოლი ხდება სომხურ-ქართული კულტურის შენარჩუნებისთვის. დღეს ჯავახეთმა კვლავ იცოცხლა ცეკვით. დააჩვენა, რომ კულტურის გადაცემა შესაძლებელია ფეხის მოძრაობით, ხმითა და მზერით. სომხურმა და ქართულმა ცეკვებმა არა მხოლოდ დაამშვენეს სცენა, არამედ შეგვახსენეს თუ რაოდენ მდიდარი და ცოცხალია ჩვენი კულტურები.